დავიწყეთ ტრადიციულად ჩაწერა იქიდან, სადაც ვიწყებთ საბურავების დაშვებას. რატო ვუშვებთ საბურავებს? რომ გრუნტზე უფრო რბილად ვიაროთ, მოჭიდება ეხა ნაკლებად გჭირდება, მაგრამ ზედმეტი ასე ვთქვათ, უფრო გაუფრთხილდეთ სავალ ნაკლებს. ყველას თავისებური დაშვების ისა გვაქვს, რა ქვია, საშუალება. კი ნახეთ ახლა, განახებთ. ბევრს ნანახი გაქვს, ზოგს შეიძლება არ კონდეს ნანახი. აი ესეთი ყველაზე იაფიანი საშუალება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რასაც მე ვხმარობ, არის ეს. ჩემთან წნევა იყო 2 ნახევარი, ჩამოვიდა 1.8-ზე სადღაც. 1.8-ზე საკმარისია. ეხლა უკან ხარეც ნახო. აქაც ეგრე, კაია. რა ქვია მას? ლაბუბუ? ეს არის ლაბუბუ? ხალხო, ეს არის ლაბუბუ. მე არ ვიცოდი. ყველა მიცის, იმიტომ რომ ჩემნაირად ბევრი იქნებია კიდე ვინც არიცით. დაკომენტარეთ ლაბუბუ რა არის. ქართლოს იცი ლაბუბუ. აგე +1. ეხლა აქეთ ამხარეს. მორჩა დაუშვით 1.8-ზე ჩამოვედით, 2 ნახევარი იყო ჩემთან. შენთან რამდენი იყო? 2.4. 2.4. ეს არის 33 ზომა, 285, 70, 17-იანი. ეს AT არის, ეს MT არის, მაგრამ ზომა იგივეა და თორნიკესა განსხვავებული ზომის საბურავი. ერთი ვკითხოთ, აბა. შენთან რა წნევა იყო, სადამდე ჩახვედი? ჩემთან წნევა არის 2 ნახევარი. და ჩავალ 1.7. დაახლოებით შენც ეგრე. შენი საბურავის ზომა არის 265, 70, 18 არის. ქართლოსიც ეგრე. მაგრამ მაინც გადავამოწმოთ. სანამ სწავლობს ლაბუბუები რა არის. ქართლოს შენთან წნევა 2 ნახევარი იყო შენთანაც? ხო, სადღაც მასე იყო. და ჩახვედი 1 ნახევარზე ჩავდივარ. შენ უფრო დაბლა ჩადიხარ. შენც 285, 70, 17. ხო, მაგრამ ეს არის MT რავი, შენი ხო AT არის. ნერე რა, მარგეც MT-ა. AT-სთან შედარებით ეს უფრო ხმელი არის. ხმელი წიფელი. წავიდა ხალხი მშვენივრად, არც გაუჩერები, არაფერი, რა საბურავის დაშვება, თორნიკეს დავესესხები და პანიჟენია ჩართე და რაღაცა, მაგრამ ეგ მაგას არ ნიშნავს. აქ BMW-იც ახვალ, იმითი მე-5 სერიის, მაგრამ ეგ მაგას არ ნიშნავს, რომ შეგიძლია და მანქანას გინდა რომ გაუფრთხილდე და მაგის საშუალებას მანქანას გაძლევს, უნდა გამოიყენო ეგ საშუალებები. აი ეს არის ჩემი კომენტარი. დენ. აი რბილად გადავეცით. პატარა დამატებას გავაკეთებ, იმიტომ რომ წეგან ვერ გადავიღე, მაგრამ Lexus NX-მა ჩაგვიარა. ანუ იმის თქმა მინდა რომ გზა რთული არ არის. და ესეთ crossover-ის ტიპის მანქანაც შეძლებს წასვლას. ჯერჯერობით სადაც მოძრაობთ, ამიტომ ეგაც გასათვალისწინებელია, მაგრამ აი იმის სანაცვლოდ მინდა ვთქვა, რომ აი რატო დავუშვით საბურავი, ნახე NX-მა გაიარა და crossover-მა გაიარა. ანუ აი დაახლოებით იგივე არის, რომ სპორტული მანქანით მოხვიდი აქ და ახვიდი. აი ხო ახვალ, მაგრამ ანუ უხეშად ვიძახი, იმიტომ რომ ძახისტი იქნება, ეგრე იქნება აქაც განსხვავება. ანუ როცა გააძლევს მანქანას საშუალებას, საბურავი დაუშვა, იმიტომ რომ ბორტის სიმაღლე მაღალია საბურავის და შეგიძლია რომ რბილათია რომ გაუფრთხილდე მანქანასაც საკუთარ თავსაც რომ თირკმელები არ მოიგდო. დამადაბლებელი მართალია ჯერ არ ჩაგვირთავს, ისეთი ტიპის აღმართები არ არის, სადაც შეიძლება ეხა დიდი დატვირთვა დაადგეს სიჩქარის სკოლობს, ამიტომ დამადაბლებელსაც ჩავრთავთ, თორე განა რომ არ ჩავრთოთ, განა ვერ ავა მანქანა. ავა, მაგრამ რატომ უნდა აწვალო მანქანას და საკუთარი თავით. აი ესეთი პატარა ჩართვა. დენ. ეხლა კიდე გადავედით საქმეზე.
ესე იგი, უკვე მოუახლოვდით სერპანტინების ნაწილის დათუჯუარის უღელტეხილზე ინახეთ როგორ დახურულია და მათ შორის ამოვწდით 2100 მეტრს ზღვის დონიდან. შესაბამისად, მოხვევის კუთხეები და სიმაღლის აკრეფის კუთხე უფრო მაღალი იქნება. ამიტომ ესეთ დროს რეკომენდირებულია, რომ ჩართოთ დამადავლებელი გადაცემა და აი ესე ლამაზად ჩავსვავ ეხლა დამადავლებელი გადაცემა. ცენტრალური ხიდის მოკიდებას არ ვთავთ. თუ გაქვთ საშუალება, ეგეთი მანქანა თუ გყავთ, რომელსაც არ ეხება დამადავლებელი გადაცემასთან ერთად ცენტრალური ხიდის მოკიდება. შესაბამისად, ეხლა მხოლოდ დამადავლებელი გადაცემით გავაგრძელებთ გზას, რომ მანქანას ზედმეტი დატვირთვა არ მიადგეს და აგრეგატები დავიწყოთ გადახურებისგან, ზედმეტი წვეთისგან და ასე შემდეგ. Გადაუღა ბაჰამას. ნუ ხლებით არის ხალხი. ავსტრიაო და რაღაცა იმე. თათარიცი არის. გადაიღე მე ხარ მუშაობა ხოლმე ხარ. მარგეში პირველი ნაგავივარდება. ამას მარგე ქვია ამოფერებით? მარგე გაგვიღე პირი? აბა თქვია. ვაჭახსა დაგმტვერია მარგე. მარგე დამტვერეთ. აუ, დაისვენ აყურებმა. კერ. აურალამ. რა ბიჟა არის მანდ? რა ბიჟა? საკლია ჩვენგან სიტყვა, ნახე როგორ გაიარება. ნიკოლას სერიოზული სიტყვა აკლია მაგრამ აბა უღოთ. ხელს რო ჩხომი. ამოვედით უღელტეხილზე. გზა როგორი იყო მარტივი ხო? ძალიან მარტივი და აფრიანა. კროსოვერების დადიან. on თორნიკე საწოლსასხოს. არემჩავას ხო? ურა კაი სუნია. რაღაც აუ არ მოდი რა ჩაასყიდა დამანებს. დაიბრუნო. სუშე რატო წუწაო, ანუ მომედა. აუ იქინა. როგორი? ბიჭო, ანუ ეს კანისტრებს შესაძლებლობა ხონია. ო ბიჭო ის ნასოსია. კარგი რა ნასოსი გაანები, ანუ ჩემნაირი კანისტრა უნდა ყავდეს მოსაშორებლად. ძალიან კაი, მართლა ძალიან თან შლანგიც მოყვა. ორი წყალი 20 ლიტრიანი აუზი აქვს წამოღებული. ის ყალია მე. ვედი. მეორე წყალი ის ყოფილი. აი მარგეში მართლა ძალიან კაი იყო. რა გახსოვს ორ წუთში ჩავასწრე და არც გავიწვიდოთ არც არაფერს საერთოდ. სუნიც კი არ ამოდიოდა. ოხში ვარი რო ამოდის. всё. მომის პრემიუმია? ჯმერო ყელიდან გაზდის ისა თონი. ყველაფრის კი, გაგას. გასწის. კარჩი ბაკის გარდა ყველგანის ხმია. არა, იცი როგორი ხსნა. მართლა გასწის. ზაბრის გარედან ისა. აი და იქ ჩამოდის და აბლა ჩვეულებრივად. გადაუჭერე შეგარ ვძახო. რა გადავჭი? რა ზაბრს რა გადაჭერა უნდა. ბიჭო, და ზაბრიც შეშლება შეხება. ეს ტემუც აღარ არის, აი რა. ეს არის ელია, ნაგდელებები ეგ. მოდი. ელია ვაზე ხო ყველა. არ გაწვალებთ თქვენ სამის ყურებაში.
უღელტეხილი, დაღმართზეც გამოგვადგა, დამადაბლებელი, მოხრუჭების დასაზოგად და ეხლა უკვე სწორი გზა არის და გავაგზავნოთ სტანდარტული უკანა წამყვან რეჟიმში. ხელიცი არის წამოსული. ტრილიაჟით არის ყველაფერი საბანი გინდა, რავი, ზეწარი, გადასა ბალაშის პირები, სარეცხი მანქანა, ყველაფერი აქვს. ეს დახერ ამბიუცია. აქ ძმა ბოლტები დაგაკლდა. არა, ბიჭო, ზედმეტია. ზედმეტია? ახე რა მაგარი რაღაცა მისცა. თან საკუთარი ხელებით. რა მოგივიდე, მან მოხცელა. ჩანჩლებში გამორხი. მეგეთი აზრი გვაქვს რომ არა, ესე არა, იქიდან უნდა შევიდეს. იქიდან. ზემოდან ესეთი რაღაცა დავადგათ თუ არა. ქართლას ველოდებით, ეხლა ჩამოვედით, ვართ შატილში. და სამწუხაროდ დრონმა წყალში ჩაყვინა და დრონის კადრები ცოტა ხანი არ აქვს. სანამ სარეზერვო დრონი გვექნება. და ისე განახებთ. დაისიც. აბარა სიტყვი ჯიგარო. მოხიბლული ხარ? ლამაზია, ერთხელ სანახავად აუცილებლად უნდა ამოხო. მაგრამ ეს ამოვედით ახლა შატილში. ამ ქარში გაიზრდება ჩვენი ხმა ნეტა. ვეცდები, თვარ თავიდან ჩავწეროთ. შატილში ამოვედით. შატილამდე გზა იყო ნამდვილად მარტივი. ძალიან. მაგრამ ესეთ ამინდი. დავაზუსტებ. ამინდიც გვიფუჭდება და ეხლა წავიდეთ, წავიდეთ. ეხლა უნდა წავიდეთ მუცო, იგივე მიცო, არ ვიცი, ზოგი მუცო ეძახი, ზოგი მიცო ეძახის, ანუ მუცოსკენ ეტეგივეა და მე გვინდა არდოჩი ავიდეთ და დავბანაკდეთ სადმე იქ. არდოჩი უნდა დავბანაკდეთ. და მე ხვალე ხახაბოშიც გავიაროთ, ანუ ბარემ რახან აქეთ ვალოთ. ვარჩატილის ციხეზე და მარგედათა დაერჩნენ მდინარეს და ნიკოლაუს არ ვიცი სად არის და თან გაგვიწვია. წინ ყავს. მე და დათარიღებას მოვასწრებთ. ისეთ ცარ. ნიკ გახსნით. აი ქართლოს და თაკომადი. არც ნიკოლაუს არ მოდის. მოხიმხამოები არის. იმედია, თავი ქართლოს გველების მეშინია ერთადერთი. არა, გველი. როგორი? აი მე კიცარი, მაღლა ადიხ. ლამაზი. მე პირველად ვარ შატილში. არ მეღირსა აქამდე წამოსვლა. ედან მან შუქუძე გადავიაროთ აქ? ხო, რა თქმა უნდა, ფოტო მოხმარდეს ადრე. თაკოთუზის რო შეიძლება უთქვათ. თად. აი ჰოტელი. Hostel Horses. შევიჭრით აქ. რა ხდება? მე რას ლამაზია. მაშინ მოვიდით. Go. ლამაზია. აქ ხალხი ჯამს სავარაუდოდ რესტორანიც არის აქ. რაღაცნაირად მგონია რომ სხვა დროში ვართ ახლა. ლოტებიან ესენი. რა არის? არა მოვიდნენ ციხეზე. დინარეს პარავენ წყალს. ვერ პარავენ
და მე ასწავლენ აი აქ მაგას ნებართვა რამე არა საჭირო შეუულია ეს თუ გააკეთოს ნიკოლაუსას თან ჩემი ბავშვიც გარია იმე სქემაში რომ მეც დამაჯარიმო აგახართ ქართველები აი ნამდვილ წყალს იპარავს დან გზა გავაგრძელეთ ახლა მუცოსკენ გზა აქაც მარტივი არის ცოტათი ნაშალი არის თუმცა გავლადია არაფერი რთული არ არის რა თქმა უნდა მაღალი განლობის მანქანისთვის უფრო მარტივია თუმცა სუბუქი გრამე მარტივი კროსოვერიც უპრობლემოდ გაივლის ესაც ცნობილი ლურჯი მთაა მთები რომელიც არის შატილიდან უცოს მიმართულებით აი ესეთი შეფერილობა აქვს ფორმაც რაღაცნაირია ფორმით მართლა მოიცემოთიო მინუსასთან შენელზე თქვა მარიშკამ რომ გავცო იმას კაბადოკიას და მე ვეთანხმები ზუსტად ანუ მეც ნომეთ ზუსტად ეს მართლა მაგას თქვენც კეთანხმებით მოკლედ აი გავაგზავნეთ ახლა მეც მაგას მივამსგავს ზუსტად ეგრევე წავედ დებით ახლა გზად კი შევჩერდით ერთ საინტერესო ლამაზ ადგილას აი ლეგენდარი რომ აქ მზე ორჯერ ამოდისო მერე კლდეს ეფარება და მერე კიდე ხო აი უფრო დეტალურად აქ ეს ადგილი არის ანატორის აკლდამები მე-18 საუკუნეში, როდესაც შავი ჭირი იყო გავრცელებული, მათ ვისაც ეს დაავადება ჰქონდათ, ცალკე წავიდნენ და ფაქტობრივად თავი შესწირეს იმისთვის, რომ სხვებისთვის მიეცათ ცხოვრების უფლება. ესე იგი, ეს ყოფილა არა მარტო შატილის და ლოცავი და ანატორის ჭორი. არამედ ჩრდილოეთის მეზობრებიც გადმოდიოდნენ და უმეტესად ქისტები გადმოდიოდნენ. ჩემები სალოცავს ყოფილა. მე ქისტური სისხლის მირევია. აი აქ სტიკერები არის დაკრული და ეხა თათაკუნა აკრავს. აი აქ მიეკარე. ეკინა არის. ოფროდერები არიან. აქედან ეს ერჯობდა. აი все, კაცтай. გავა ადგილი. რამოდენიმე აკლდამა არის აქ. ან როგორც ჩანს ხალხი აქ დიასის თავის სიცოცხლის ბოლო წუთამდე აქ იყვნენ. განდეგილები ასე ვთქვათ. ესეთი ცუდი გადასახედი? აქ გამომიშვა ქართლოსი. თუ რამე მომივიდა ქართლოსის ბრალია. აბა აი მე რა დაირია აი ესეთი ვიწრო გამოსასვლელია და იქეთ ესეთი თათა ესე ინტერესით ათვალიერებს მეკავრობას მე არ მომწონს ეს თავის ქარების და იმების ახლა რაღაც არასასიამოვნოა დაინახე დედი? თავის ქალა. ძვლები და ისინი ჩანს დეწეს. ანუ აბა შენ ტელეფონი გოთვენე მათგოთ. არა ეგ ვერ შეამოწ. არ ჩანდა? გადაღებული თუ გადაიღო ვიდეო დაინახა. გავაგრძელეთ ახლა შემდეგი ადგილისკენ. მარგეს აუთი შეხვდა. გვერდით.
ესეთი გზა გრძელდება. შეიძლება ითქვას ერთ-ერთი მარტივი მარშრუტებია ჯერჯერობით, რაღაცას ველოდებით რომ უნდა გავართულოთ, ესე არ შეიძლება აი ზუსტად. ხეობას მივხვდით. გზად შეგხვდა გაწმენდით სამუშაოები წმინდავენ გზა. ცუდი გზაც ხა არა, მაგრამ მაინც უფრო წმინდავენ. აი თორნიკე როგორ იქცევა ეს რას დასწრის ქართლოსი, რაც მოვიდა თუშეთში იგივეს იმეორებს. არაც ის იმას რაფი მიდის, მერე მოდის, მიდის, მოდის. აი მოცოს გამოვწდით, რომ გვიანია და მოცოს ხვალე გადავიღებთ. გავაგრძელებთ გზა პირდაპირ არტოტისკენ, სადაც გვინდა რომ დავბანაკდეთ, იმიტომ რომ მოსაღამოვდა და აი ეგრეა დადგმული არისო, მივდივარ და ვერ მივედით, რომ ცოტა მოვისვენოთ და ხვალე დილიდან უკვე უფრო დიდი ენერგიით გავაგრძელებთ. აქ და გზა შედარებით უფრო ცუდია, ესე თამამად ვეღარ მივდივართ. 10 კმ/სთ-ის ჩქარით თუ მივდივართ, ხო? ეხლა დაახლოებით 10 რატო 20 მივდივართ. მანამდე უფრო ჩქარად შეიძლებოდა. ხო და რა ვიცი, მივდივართ, ვერ მივედით. გზა აი განახებთ. აი ესეთი გზა არის შედარებით უფრო ესეთია, რთული არის, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ გაჩერება გიწევს ადგილ-ადგილ, ვერ გადაიხურდებ. მაგრამ ამასობაში ბუნება რაღაც თითქოს უფრო საინტერესოა, უფრო მეტი სიმწვანე შემოდის, რომ ეჩვენება. ესე მინდა რომ გავწმინდო, ცუდი არ იქნება, აი ბევრი მტვერია. გათინდა. ამოვედით არტოტში. რაც შეჯდება და ეხლა უნდა ვიპოვოთ საკემპინგი ადგილი. რამე საინტერესო. რაღაცა გზაგინა გაუყვე. ესე უპოულობთ გზებს ხოლმე. ვიყავით ორ ნაწილად, აგე ადიან ერთი პარტია ხალხი. იქიდან მოვედით. და ქართლოსი აქ გავჩერდით, რომ ვარიანტი არის, რომ გზას გავაგრძელოთ პირდაპირ. ოღონდ ჯერ არ ვიცით, რომელი ვარიანტი ჯობია. რატო აქ შეშინებული სახე? არა მაგრამ შეწუხე, არა გაკ. ამახარა ძია. იო, დაჯე წავედ. ავედით ზემოთ? ხო, რუკაზე წინაჩვენებს საკემპინგი ადგილს. ზემოთ რაღაცა აი იქ სულ ზემოთ. იმ აღმართზე ასასვლელად კვლავინდებულად ჩავრთავ დამადაბლებელ გადაცემას და წავედით ახლა. ვაში გამოჩნდა ტაძარი, ქვემოდან რაღაც ვერ დავინახეთ. ხაპრული არტოტი არის უმამაზესია. არ ჩანს როგორ აი კრიტიკე. სადმიდის. რატო ტრებინო შენ მანქანა გიორგი? არ ვიცი რა და ნახნია. ამოვძვერით აქ რაღაც კოტეჯებია. არ გიკეტო. ჯერ არ ვიცით. კოლეგა შეხვდა. ჯერ გავჩერდით, გავიხედოთ ერთად, ნახე აქ. დამადაბლებელი კიდე ამაა, აგეთ ცეროი, არის თუ არა მოსული ჰაილენდერი. აი იქიდან ამოვედით სადღაც ქვემოდან დინარის პირას, რომელიც ჯერ არ ჩანს. აქედან არ ჩანს. ადგილი არ იყო. მანახე. და მოიხა ისო ქვემოთ ჩავიდეთ.
თორნიკემ დააჩელენჯა და არა ის გაატარა. აი მე დავეღუპეთ. თორნიკეს შიშების შეხვედრა არის. გადარჩა. და თუნდაც გინას გავჩერდით ასაკცент. ავედით ახლა დაბლაი. აი იქ უნდა ჩავიდეთ. არ გააძრობს ხოლმე ამის აღბეჭდვა არ შეიძლება მოკლედ. არა პრაქტიკულია. აი ჩამოვედით და აქ არის საპიკნიკე, საკემპინგე ზონა, სადაც ამის მანქანა ხრიალებს უკან. მე მგონი ისევ შენ მე მგონი ისევ კალოტკები გაქვს შესაძლებელი და მაგისი ხმა არის. გაიგე? მარგებეი, კალოტკები გაქვს უბრალოდ შესაძლებელი და ერთხელაც გააყრეინებ. დარწმუნებული ხარ? აბარი ხმა მაგისი გაქვს. It was at this moment that he knew. He fucked up. ჯეიქს თუ გავაყევინი ერთხელ. ხო, იმას. არაფერი. აი, თან ნიშანი მე დავინახეთ, მაგრამ აი ესა. ეს ის არის ინგლისელი. არა, მე ვნახე ხუდი რო ქონდა. კარგი. ეს მარგების დასარჩენი ნომერი აქეთ აუღიათ. ქართულ შენი ნომერი დამათვალიერებინე თუ შეიძლება. გამოსალაგებელი. თქვენ რამდენ კაციანში ხართ შესული? 2-იანში, 4 კაცი იჯექით და. ვის ხედავთ მაგრამ დასაწული 2. ორიანია, კარგი. თქვენ ერთ კაციან ნომერში ხართ შესული? მე 2 კაციანი. ვაიმე, იმას კაი გადასაწმენდი ქონდა. საბუთიანი გიჟი ყავს უკვე. წარმოადგინეთ თქვენი საბუთები თუ შეიძლება. თეთრი ხალათი ჩააჩეს ამობედურს. გიო. ამობედურს თეთრი ხალათი ჩააჩეს. ამას გონია რომ სანეფო სადგურიდან არის და სიმართლეს არ ეუბნები. კალაუ. სალოცავზე უნდა შეგწირო. მაიცა საიდან სტუმრები ყოლია აქ და ისინი არიან. ანუ აქეთ ჩავალაგე რაც ყველაზე ნაკლებად ჭირდება ხოლმე. აქეთ რაც ყველაზე მეტად ჭირდება რა. ჯურყოვი. ხო, ჭირდება. მოდი ვარ. სინცის არაეფექტური გამოყენება გამოფიქსირეთ. ამაზე მივხედავთ მე რეკვაცად. მე სხვათა შორის პირველად ნახულობ ამას. ეს როგორ იღება? ყველაფერი ესე იხსნება? ვა. აქეთ კაი რა მე სხვათა შორის. კი, ნაღდი ისინია ტაუბაოები. არავის არაფერი არ გვავიწყდება წამოდი. ორკე დაწეკი. მიდი გაიკიდე. აუ რა ფაფასოა ხარ მეთქი რაღაც. რა ნაირად ასე. აუ მაგას ყურში არ შეასხა. არ მოგწევს მამას რო გიწუწავე. მე ყურზე გეთამაში. რატო მამა შენ რო წუწავს ხოლმე სხვებს? გამდირკე? გაწესია. ხალხი მოდის. დაუტენო რა. ცოტა ხანში აქ მაგარი ტრახი აიწევა. ნახავ დაუნებდებოდი. ესეთი პიკნიკობები დაიწყო. მოეწყო ხალხი. განთავსდა. საწოლს ამზადებენ, იქეთ უცხოელები დარჩნენ. თითი ამბებია. თაკო რას ვაკეთებთ გითხარ? ქართლს მიიყვანე იქ. მოიცა მე არ გამიჩი.
ნახეთ როგორ რომანტიული განწყობა გვაქვს. ბაბა მიდი გითხარი რა. ახალ დაქორწილებულები არიან ესენი და მიდი. საყვარელი. მამა ვამიქნა გაკეთე. ბაბოჩკას მეშეკრა ჩვენ ხარ. ქართლოს ბაბოჩკი არის. შენ უჟანი ხოჭოა ტიჟნები, შენ ხოჭოა. ეს მანქანაზე უნდა მივიღო. ეს მანქანა. ლექსუსზე მე. დღეს დაჭრით ხუთველის კექს. რა უხერხულია? სასწები არ გამოიჩინა. მაიცა და ის დღეს დღეს ჟესტის ხილებს ვაგროვებ რომ მანქანას უნდა მოგიბათ. და რადგინდათ მეთი მერე თუ ანუ შისედი ეს თუ ჯერი ბანაკონსუსტანერად წარმომედგინა. ეს ჩვენი ვერსია არის და შენი ვერსია შეგიძლია შემოგთავაზო. რა შაფიორთა გილდიის მე რასაყო. გიო, აკურთხებ თუ რა არის? მოდი. მე არ დავდგენ. მე ჯორი. რითი მოთხრა. იგი სახელი გამოსვლებელი მდივანი დაკურთხებ ჩვენ არა. ბოლოთა კმოთ. ჩვენ უნდა იკითხო. აი მე იქნება არა უხსნა. ეხლა ვერ გავიდე. ახანდი ამოხვედი ხანახმა არა ვარ და ისია. აქ ნო ვაჟო მაგით. კაი, ეხა მაშინ კოცნა და დავიშალეთ. აჰა. აი მე დაგვიტოვე პატარზე. აჰა ესეც. მას სურათ ფოტო ხმობენ. მატრი. აკო აწი აღარ ეტყვა ხარი აღარ ყავს. ისინი რა ქვია? ფოთლები გადაიხდი კიდე, თქო თერიგზამე დავარახულობ, გამოვიდნენ მანქანა და აი გულით გვაქვს. და ნუ კაციშვილი რო არ არის ჩამდგომი, მაგ ნიკაუსად დგას მარტო თაიბუს თუ ის. ამ დროს ნიკა ხო? არა მაგიესე. ნიკაროს აბა ყველა წვილით არის, მამუსური ერთი ეს არის რა. დეხა რო ვერ იჭერს. აი ჩახნი კურდა. როგორი დიდი ბრძოლა დაჭირ. ო, დავედი. აბა, მოდით. ტატა, მოდი გოგო. გახუდე. არა, გააქვთ ეგეთ არა. არა. აქ არა გაქვთ. რატო არ ატარებთ? ხამუთები მაგ ბალენსიაგას ნეკლები არ გეგონოს რა მიცმაო. ამოვიტანე ხა თუ გინდა. აუ, მიდი ტრანსფერები ხამუთები. დაყიდული. გეხოცებ ხამუთები გავუკეთოთ იმის ტრანსფერებს დავყიდე წეღა შატენს დრო. მართლა. აია, კაცო. გადაუჭირე? ჭირდება ეს თითი კიდე. შენ მოაზომე ჯერეს. მოგაზომო. ო, დაჩარჩა მას იქნება. არა, არ გვრძნობ მაგრამ. თონიკე, ამინ სიტყვი შეძმე. აი იქ გაწყდეს. გამომე და შენ ჯერ არ მოჭერილა მაინც. რომეც ეს ჩემი დიდი. ფიქრობთ გასვლა გიგვინდა ქორნიკეს გარეშე. ხო, ეხა თავიდან. გამოყე. შენ? დავა. ეს რომელ მხარეს მიჩერნია? შიდა. მოიცადე. ვა, ეგ ხელის თხოვნის ის რა მნიშვნელობა? შენ არ უნდა დაიწყო, ხო? ფიცი დაწერილი გაქვს? აჰა, ვეცადე. ესე იგი კომენტების კრიევებისა და სხვათა სახელით ასე თუ შეიძლება როგორ შოფერთა გილდია ძახე? შაფიორთა გილდია. ესე? ესე გოგოები. ეხა ვალსი დავაი. არა, ქართული რა ვარ დაისი ხო? კონცერტილი არა ის. აუ, გასმა ხო იცით ქართულს. ეს არის ამაზე შეკვე. წავიდა. როგორ მარჯოს მადლობა ყველას. ჯერ იცეკვე. რო დაპატიშე შეძმეში. ბა, ქოქი შელოდები. გადა გრანტში გაიგდო. მეგეთი მომენტის დროს. მეგე
აქეთ კიდე მუშათა კლასი, ისა პახაოს რა ქვია. აბა რამეს ხვალინებებთ, კიდე რამეს ხარ დაამატებთ. ეგრეა ძმაო. ესე ჩვენი დასაწოლი. თათა უკვე გორაობს. თათა როგორი დასაწოლია? რბილია? კარგია? კი. აი ესე მოთავსდებით ღამე. აქეთ გიორგის თქმის არ იყოს ცენტრალური სუფრა მიმდინარეობს. აი ესეთ ხედებზე ვართ. იქ ნიკოლაუსა ისე ყავს. მაყურებლები დარჩენი გაგრძელება ხვალიდან. ოფიციალური მხარე. Just really done. Potები რატო ჩაიწო ვერ გავიგე თողო. აი ხია. აი გუზეთი მოგავლებო. იშლება ხალხი. უნდა გავაგრძელოთ დღევანდელი ბანაკი ნიკოლაუსას გადაღებული აქვს 9-ნაირად და ჩავსვათ ვიდეოებში. მოგერ ქართლოსი ჯასტინერიდი ესენი მივაბით უკან და რო დახრიგინდება მე გადახრიგინებას გადავუყევ. გავაგრძელებთ ახლა გზას. დღევანდელი გეგმარი რომ ჯერ წავიდეთ ხონიჭალისკენ, ხონემდე არ ვიცი აგუშვებენ თუ არა, იმიტომ რომ სასაზღვრო მონაკვეთია უკვე და მესაზღვრეები ხონიჭალამდე გაგუშვებთ ესე გვითხრეს. ხონემდე ვნახავთ გაგუშვებენ თუ არ გაგუშვებენ და მე უნდა გავუბრუნდეთ უკან, გადავიდეთ სანამ დათვიჯურის უღელტეხილს გადავალთ, მანამდე ხახაბოშისკენ შევხვიოთ, შევიდეთ ხახაბოში. სოფელი არის, რომელიც ცალკე ხეობაშია კიდე და მე დავუბრუნდეთ უკან თბილისში და გადავიაროთ უკან დათვიჯურის უღელტეხილი. ეს არის ძირითადი მარშრუტი. დანარჩენი რა იქნება მე გზად გამოჩნდება კიდე და გიტყვით. აბა წავედით უკან. მორჩა საკუთარი ხელით ნაგვისურნაც გაიტესტა. გადმოვხვიეთ ახლა ხონიჭალისკენ და მივდივართ ხონიჭალის გზაზე, ისევ იგივე ტიპის გზა არის, ან ნორმალური, გაღრმავებული არაფერი. და რომ მივალთ ადგილზე მე დაგათვალიერებინებთ, იმედია კარგი ხედები იქნება იქითაც. შედარებით უფრო ზევით ავდივართ ვიდრე მანამდე ვიყავით, იმიტომ რომ უფრო რაღაცნაირი ხეობა, აი წინააღმდეგზე. ამასობაში.
წავიდეთ. ეს არის სოფელი ხონიჭალა. მე მგონი ამის იქით აღარ გაგვიშვებენ უკვე. არც ვიცი თუ მიდის გზა. და აქეთ უკვე იქით როგორც ჩაოლებრივი მანქანები დადიოდნენ, მდინარეა გადასასვლელი და არ არის ფლათ პატარა მდინარე და ალბათ ჯობია რომ რაღაც სტანდარტული crossover-ით აქეთ არ წამოხვიდეთ. მაინც რეკომენდაციის სახით. თვითონ სოფელი კი აი დაგანახებთ ახლა. კადრებში ჩასვა უკვე და ძალიან ლამაზად გამოიყურება. ხო, ეს სამი. ასეთი ვერტფრენი დახვდა ხონიჭალაში. არ ვიცი გუში კადრებში. როგორც სასაზღვრო ვერტფრენია. რა ვიცი, საქართველოს დროშები კი აქვს. ვერ გიარდოთ სასაზღვროში. პრინციპში ამით მე მგონი იქით გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. კი მიდის გზა, მაგრამ უკვე ძალიან სასაზღვრო არის რა. აი ოსმანზე განახებთ ახლა რა არის. აი მაგას ვიღებთ, აი ანანო თუ გინდა გადაიღებთ, თუ გინდა გადაიღებთ. როგორც გითხარით, ახლა ვარ სოფელ ხონიჭალაში. აი აქ ამის მერე არის ერთი სოფელი ხონე, მაგრამ ჩვენ გითხეს რომ ხონიჭალამდე მოდითო სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები. შესაბამისად მეც აღარ გავაგრძელებთ გზას და ეხლა განახებთ რამდენად ახლოს ვართ რუსეთთან. აი ეს უკვე რუსეთია. ანუ აქედან პირდაპირ ბილიკი გადადის მოსკოს მთას მეშვეობით. რუსეთში იქითაც ბილიკია, აქედაც ბილიკი და ნუ ზოგადად ძალიან ახლოს ვართ უკვე რუსეთთან მოსულები და 3-4 კილომეტრზე მეტი არც იქნება ალბათ არა? არ ვიცი. ბევრი არაა ყოველ შემთხვევაში. ამიტომ ეხლა ცოტა ხანი დავპიკნიკდებით აქ და გავაგრძელებთ ვერე გზას უკან. სანამ ბავშვები სურათებს იღებენ, ჩვენ გვაქვს პატარა ტექნიკური საქმე. როგორც აღმოაჩინეთ, აი რაღაცა ძვრება. ხო და სანამ მეტალის ბამპერზე გადავალ, რომელიც რავი, ჯერჯერობ ჩაფიქრებული არ მაქვს. ქვედა ნაწილი საიმედოდ არის მისამაგრებელი. ესე არ გამოვარ. ნიკეს დახმარებით და ძალით არას წარმოიდგენდი, ხა. так. პატარა ნახურეთი გაკეთდა და ხამუწით ეხლა დავამაგრებ ჩამოვარდი რადგეს და მერე უკვე ბოლტით დავამაგრებ პარე. მოვედით ეხლა მიცუში, მუცო, რაღაც ორნაირი სახელი აქვს. აქ უკვე სამანქანო გზა აღარ არის და ფეხით უნდა ავიდეთ. ეხლა და წამო ერთად დავათვალიეროთ. მთელი კოლონა გავგრძა გზას, რა თქმა უნდა, მარგი არ ყავს. მარგი მანქანებს პატრონობს აქ დარჩა. აქ შევამჩნიეთ ასვლის დროს. გაბომული ტროსი. რაღაც ლიან დაგივით არის. რა ხდებოდა აქ? ალბათ ვინმე ვიცით გითხარით. ვერ მოვიცით რაღაც. შახტა იყო თუ რამე იყო. აღარო.
წავედით ზემოთ. გრძელდება გზა. ეს არის აკლდამები. ჩანგრეულია უკვე. გზა გრძელდება იქით. აქ მანე გადავიხედოთ რა ხდება. საყვარელი ჩანჩქერი გვაქვს. მასობაში ჩამოვიდნენ ჩვენებით. ახლა თორნიკეთ აკო გაიქცნენ. ახლა დავეციოთ. გრძელეთ წლილობა. ბარემ ბოლომდე მივიდეთ. ამოვედით ეს ბოლო ადგილია, მე მგონი რაც ფეხით შეიძლება ახვია თორნიკე, მე იქ ავძვრებიო. მე მადლობთ იქ არ მინდა. აი ესე გადავხედავ, ნახეთ. აქაც კიდე შემორჩენილია. აი აქ როგორღაც აშენებდნენ. და ზემოთ არის სალოცავი, ხო თუ არ ვწდები. აი მთაზეც ადიან. აი ეს არის ის კოშკი, რომელიც ჩანდა, მე მეგონა მივიდოდით. აი ქვემოთ მოექცა. აი ამის ტექნიკური განხილვა გვინდა ახლა. ამას ახლა თუ ვიზუალით ვიფსჯელებთ, აი დიდი ხნის გაჩერებულს გავს. ხო? ეს იხვევდა, აი ამ ბაგირს, ტროს. და. ვაუ. ნოც მშობთ. და დაშვება. არა, პირიქით დრამა დადგი. აი აქ რატომ მივდივართ დაბლა? იმიტომ რომ ამაფროდი ჩამომხსენით. ჩამომსხენ. აპლოდისმენტები. შეძელით. კარაკენი დახლეა და გამომწერები ნახე ორი პარტია დრო. აჰა. მადლობა ჩვენ გამომწერებს რომ მოგვესალმე. კი. ჩვენ გამომწერებს. გავიჭედე. გავიჭედე. ხო. მადლობა ჩვენ გამომწერებს. კი, შეხვდა რამოდენიმე. რომ გადაუყენო. საცხარი რომ გადავჩნი ხარია. ნუ ხარია საცხარი რომ გადავჩნი. მაგრამ ესაც იყო რაღაც მომენტში მე ნახავ. და ალი წავა.